მოგესალმებით ეთერშია სტასოტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიავა გაგეცნობთ. სტასოტევის სახელით გილოცავთ ახალ 2025 წელს. გისურვებთ რომ 2025 წელი ყოფილიყო სხვავით, ბარაკით, სიკეთით, სიხარულით, სიყვარულით, ბედნიერებით, დატვირთული თითოეულით თქვენგანისთვის და მთლიანად საქართველოსთვის. დაეწარსულს ჩაბარდეს ყველაფერი ცუდი და ახალ წელს მოიტანოს ახალი მომავალი და ახალი იმედები. აგისრულდეთ ყველაფერი რაც გულით გინდათ. მშვიდობის და სიკეთის წელი ყოფილიყოს ყველა ჩვენგანისთვის და მთელი კაცობრიობისთვის. პროტესტი საქართველოში არც თუ ისე ბევრი ქვეყანაა, რომლებსაც თავიანთი ევროპული მომავლისთვის ყველა ეროვნული უმცირესობის ერთ მარშში გაერთიანება შეუძლიათ. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს. საპროტესტო აქციები ერთ თვიან ნიშნულს უახლოვდება, მოქალაქეები მნიშვნელოვან ცვლილებებს ითხოვენ. ტრამპის მთავარი დაპირება იყო ომის დასრულება და Deep State-ის დამარცხება. ჩვენ რომ გვამუნათებდნენ და ვითომ სასაცილოდ არ ყოფნიდა გლობალური ომის პარტია, ზოგიერთება ჩვენზე, ყოველ შემთხვევაში ჩემზე კარგად იციან სად რა ხდება. ამის შესახებ ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, როგორც მდინარაძემ აღნიშნა რადიკალურმა ოპოზიციამ, Deep State-ი და გლობალური ომის პარტია ხუმრობის საგნად აქცია, მაშინ როდესაც ამაზე ალაპარაკდნენ ილონ მასკი, რობერტ კენედი უმცროსი, ჯეფრი საქსი და ტრამპის ადმინისტრაციის ბევრი წარმომადგენელი. მდინარაძის განმარტებით თუ დონალდ ტრამპი მოახერხებს Deep State-ის დამარცხებას, ეს საქართველოსაც აისახება, ვინაიდან ამ მიმართულებით ზეწოლა შესუსტდება. მისივე თქმით, თუ მოხდა ისე, რომ ტრამპმა ვერ შეძლო არაფორმალური გავლენების დამარცხება, საქართველო ამისთვის მზად არის. ხელისუფლებამ მიმართა სხვა სტრატეგიას, მიჩქმალოს და სერიოზულობა დაუკარგოს წინააღმდეგობას, რომელიც დღეს ქვეყანაშია. 100,000 ადამიანს 1000-ად ასახებს სამოქალაქო საზოგადოებას, აგენტებად აცხადებს, ოპოზიციურ პარტიებზე საუბრისას ჩავარდნილ ნაცმაიდანს ახსენებს. ამის შესახებ სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა პალიტრანიუსის გადაცემაში თავისუფალი სტუდია საუბრისას განაცხადა. კაჭკაჭიშვილის თქმით, პროტესტის ხანგრძლივობა ხელისუფლებას ამ სტრატეგიას შეაცვლებინებს. ახალ არჩევნებზე რეფლექსიამ თვით ხელისუფლებაში და ხელისუფლების მომხრე ექსპერტებში გაჟონა. ყოველ შემთხვევაში ამ თემას ყურადღება მიაქციეს და ეს აღარ არის უკვე სახუმარო თემა ქართული ოცნების მხრიდან. ხელისუფლებამ მიმართა სხვა სტრატეგიას, მიჩქმალოს და სერიოზულობა დაუკარგოს წინააღმდეგობას, რომელიც დღეს ქვეყანაშია. 100,000 ადამიანს 1000-ad ასახებს, სამოქალაქო საზოგადოებას აგენტებად აცხადებს, ოპოზიციურ პარტიებზე საუბრისას ჩავარდნილ ნაცმაიდანს ახსენებენ. მთელი პროპაგანდა მიმართულია იმისკენ, რომ ეს პროტესტი მიჩქმალონ და წინააღმდეგობას მნიშვნელობა დაუკარგონ. ცხადია, ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს ივანიშვილის გარეშე. განაცხადა ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის პოლიცაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ქუთაისში. მისი თქმით, ყველა ქალაქში ადამიანები გამოდიან და ითხოვენ ორ რამეს: აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას და ახალ არჩევნებს. ხაბეიშვილი პარტიის ლიდერებთან ერთად ქუთაისში საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა, სადაც მოქალაქეები საპროტესტო აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას და ახალ არჩევნებს ითხოვდნენ. საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე 3 პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო დეპარტამენტში 2022 წლიდან მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების ფარგლებში ცალკეულ პირთა დანაშაულებრივ საქმიანობის ფაქტზე პროკურატურის მიერ სასამართლოს მამისი განჩინების საფუძველზე ამოღებულ იქნა დანაშაულში მონაწილე პირთა კუთვნილი რამდენიმე მილიონი ლარი. ასევე დაყადახდა მათ საკუთრებაში არსებული ძვირადღირებული უძრავი ქონებები. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაყადაღებული იქნა ბრალდებულების დანაშაულებრივი შემოსავლით შეძენილი ძვირადღირებული ქონებები და საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხები. ნათქვამია ინფორმაციაში. ქვეყანაში მიმდინარე მწვავე პოლიტიკური კრიზისის ფონზე უკვე ბევრი მიმართულებით აშკარად იკვეთება თანმდევი სოციალური კრიზისები. ამის მაგალითია ტყიბულში ათეულობით თანამშრომლის პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან განთავისუფლება და აგარის შაქრის თანამშრომლების მასობრივი გაფიცვა. ამის შესახებ პარტია გახარია საქართველოსთვის განცხადებაში აღნიშნული. როგორც პარტიაში აღნიშნავენ, ისინი მზაობას აცხადებენ ერთიანი სამართლებრივი თუ პოლიტიკური ბერკეტების შემუშავებისთვის საჯარო ინტერესის და თითოეული თანამშრომლის ღირსებისა და სოციალური დაცვის უზრუნველსაყოფად. ასევე მასობრივად გაიფიცნენ აგარის შაქრის თანამშრომლები კუთვნილი ანაზღაურების მოთხოვნით. სამწუხაროდ სახელმწიფო ინსტიტუტებისა და წესრიგის მოშლა სწორედ ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზე აისახება, როდესაც პარტიული კორუფციული ბიზნეს ინტერესები არ ექვემდებარება საჯარო თუ სახელმწიფო ანგარიშვალდებულების პრინციპს, კატასტროფული სოციალური წნეხი აშკარა ხდება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი საქართველოში ალი ქან ორბაის შეხვდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით თურქეთის ელჩმა მინისტრ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით მინისტრმა ყურადღება ქვეყნისთვის ბაზრების დივერსიფიცირების მნიშვნელობაზე გაამახვილა. როგორც თურქეთის ელჩმა განაცხადა, ქვეყნებს ისტორიული მეგობრობა და პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებს, რაც სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს. ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. იუსტიციის სამინისტრო 2025 წელს საგრანტო პროგრამის ფარგლებში გამოვლენილ 8 პროექტს დააფინანსებს. გამარჯვებულ ორგანიზაციასა და ფიზიკურ პირებთან ხელშეკრულებები გაფორმდა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით გრანტის მიმღებ პირებს იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ბექა ძამაშვილი, ერეკლე ღვინიანიძე, ნიკო თათულაშვილი და სამინისტროს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მანანა ბეგიაშვილი შეხვდნენ. შეხვედრაზე ხაზი გაესვა გამარჯვებული პროექტების მრავალფეროვნებასა და აქტუალობას. უწყების ცნობით საგრანტო კონკურსის მიზანია იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულება გაძლიერება, სისტემის საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობა და სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერა. იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსს ყოველწლიურად აცხადებს 2021-2024 წლებში უწყებამ 48 პროექტი, ჯამში 1,80,619 ლარით დააფინანსა. სამინისტროს წარმომადგენლები პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგსა და მხარდაჭერას რეგულარულად ახორციელებდნენ. ნათქვამია ინფორმაციაში. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროს ლელა სტურუას ინფორმაციით ბოლო კვლევა აჩვენებს, რომ ელექტრონულ სიგარეტებს ამჟამად მოსწავლეთა 11,3%, თამბაქოს კი 11,6% მოიხმარს. 2024 წლის კვლევის თანახმად 16 წლის ასაკის ბავშვები ყველაზე მეტად მოიხმარენ ელექტრონულ სიგარეტს, შემდეგ კი მოდის ტრადიციული თამბაქო და გასახურებელი თამბაქო. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო 1 თვის განმავლობაში ყველაზე მეტად უფრო მოიხმარენ ელექტრონულ სიგარეტს, შემდეგ კი ჩვეულებრივ თამბაქოს, აღნიშნა ლელა მოსწავლეთა შორის, რომლებიც ამჟამად ეწევიან სიგარეტს და ცდილობდნენ სიგარეტის შეძენას 77,9%-მა მიუხედავად ასაკისა შეძლო შეძენა ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. რუსეთი აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის ჰუმანიტარულ მიწოდებას 2025 წლის თებერვლის ბოლომდე გააგრძელებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა. ეს რესპუბლიკის ენერგეტიკულ ინდუსტრიაში არსებული კრიზისული სიტუაციის გათვალისწინებით გაკეთდა, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად ადგილობრივი ქსელების გაუარესებით და კრიპტოვალუტის უკონტროლო მაინინგით არის გამოწვეული. აშკარაა, რომ სამოკავშირეო ურთიერთობები ორმხრივი ვალდებულებების ბალანსს გულისხმობს. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული დოკუმენტების შესაბამისად თავის წილს სოხუმიც გააკეთებს, შორის რუსული ინვესტიციებისთვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად კანონმდებლობის ჰარმონიზაციის კუთხით, განაცხადა ზახაროვამ. მისი თქმით, აფხაზურ საზოგადოებაში მოსკოვთან ალიანსის გაძლიერების ფართო მოთხოვნა არსებობს. სამხრეთ კორეელმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ჰან დაკსუს იმპიჩმენტზე შუამდგომლობა შეიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით ოპოზიციამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ჰან დაკსუმ უარი განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნაზე, რომლებიც მთავარმა ოპოზიციურმა დემოკრატიულმა პარტიამ წარადგინა. ოპოზიციამ მოქმედი პრეზიდენტი ასევე დაადანაშაულა 3 დეკემბერს სამხედრო მდგომარეობის გამოცხადების მცდელობაში პრეზიდენტ იუნ სუკ იოლისთვის დახმარების აღმოჩენაში. ფინეთის პოლიცია იძიებს მონაწილეობდა თუ არა უცხო ქვეყნის გემი ფინეთისა და ესტონეთის დამაკავშირებელი ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის დაზიანებაში. ინფორმაციას როიტერსი ავრცელებს. პოლიცია სასაზღვრო დაცვასთან და ხელისუფლების სხვა ორგანოებთან თანამშრომლობით ინციდენტის მოვლენათა ჯაჭვს იძიებს. ნათქვამია ფინეთის პოლიციის განცხადებაში. პოლიციაში აცხადებენ, რომ გამომძიებლები უცხოური გემის პოტენციურ როლს იკვლევენ, თუმცა არ აკონკრეტებენ, რომელ გემს გულისხმობენ. სირიაში ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერ ძალებთან დაპირისპირების შედეგად 14 პოლიციელი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტო როიტერსი სირიის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მინისტრის ცნობით ყოფილი პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერი ძალები პოლიციელებს ქალაქ ტარტუსის მახლობლად მოულოდნელად დაისხნენ თავს, რის შედეგადაც 14 პოლიციელი დაიღუპა და 10 დაშავდა. მინისტრის თქმით, ყველას წინააღმდეგ, ვინც გაბედავს სირიის უსაფრთხოებას, ძირი გამოუთხაროს და მოსახლეობას საფრთხე შეუქმნას, მკაცრ ზომებს მიიღებს. ამასთან სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით პოლიციამ ქალაქ ჰომსში კომენდანტი საათი დააწესა, რის შემდეგაც, რაც ადგილობრივი ალავიტების და შიიტი მუსლიმების რელიგიური თემების წევრების დემონსტრაციების შემდეგ არეულობა დაიწყო. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.